მოგესალმებით, ეს გადაცემა საუბარი რელიგიაზეა, მე ლევან სუთიძე ვარ, მისი წამყვანი. ჩვენ ახლა ახალი ფორმატით უნდა წავიყვანოთ გადაცემა ადიგენის რაიონის სოფელი მოხიდან, სადაც მუსლიმები პირდაპირი მნიშვნელობით თოვლში ლოცულობენ. ეს სანახაობა არის გამორჩეული, როგორც ხედავთ, მუსლიმ თემს არ აქვს საშუალება ჭერქვეში ლოცოს. მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსლიმი მესხების მიერ აშენებული მეჩეთი, რომელსაც ფუნქცია ჰქონდა საბჭოთა დროს შეცვლილი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მუსლიმებს აღარ დაუბრუნდათ. 2014 წელს დაახლოებით 2 წლის წინ, როცა მუსლიმებმა მოინდომეს დაებრუნებინათ ამ შენობისთვის ძველი ფუნქცია, სახელმწიფომ მისი დანგრევა გადაწყვიტა. ამის პარალელურად მართლმადიდებელ ეკლესიას გაუჩნდა პრეტენზიები მის წარმომავლობასთან დაკავშირებით. მართლმადიდებელი ეკლესიის ქორეპისკოპოსი და ამ მხარის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე აცხადებს, რომ ეს შენობა აგებულია ეკლესიის ქვებით. შედგა კომისია, რომელშიც შევიდნენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათ უნდა გაერკვიათ 2 წელია, უკვე ამ კომისიას უნდა გაერკვია ეს შენობა ბოლოს და ბოლოს იყო ტაძარი თუ არის მეჩეთი. 2 წლის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ კომისიამ ის არ შეისწავლა, რისთვისაც ასე ვთქვათ, შეიქმნა. ჩვენ გავიგეთ ასევე, რომ მუსლიმებს არ მიეცემათ თავიანთ კუთვნილ მეჩეთში, რომელიც სადავო შენობად მოიხსენიება ლოცვის შესაძლებლობა და ამის პარალელურად მუსლიმებმა დაიწყეს ლოცვა ღია ცის ქვეშ, წვიმაში, თოვლში, დარსა თუ ავტარში. ჩვენ შეკრებილები ვართ აქ ამ მეჩეთთან, მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან ერთად და მოვისმენთ მათ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთან ერთად არიან არა მხოლოდ მომოხელი მუსლიმები, არამედ ქართულ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი ტარიელ ნაკაიძე, ჭელის მეჩეთის იმამი ბატონი ჯამბულ აბულაძე და მე სწორედ ბატონი ტარიელისგან მინდა დავიწყო. ბატონი ტარიელ, გუშინ ჩვენ ვნახეთ კომისიის მორიგის ხდომა, სადაც როგორც ჩანს, მათ შორის სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ შენობას აღარ ითხოვენ, ამ შენობის მეჩეთად, ასე ვთქვათ, მეჩეთის ფუნქციის დაბრუნებით აღარ ითხოვენ და სანაცვლოდ მოხელი მუსლიმები მუსლიმებს დაჰპირდნენ, რომ აქ აშენდება მეჩეთი, ოღონდ სხვა ადგილას. თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა ამ გადაწყვეტილებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა, თუნდაც მუსლიმთა სამმართველოს ჩართულობით, სამწუხაროა რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის, ჩვენ ფიქრობთ და გსურს, რომ მუსლიმთა სამმართველო იყოს მუსლიმების წარმომადგენელი, მაგრამ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს ვერ ხერხდება და გასაგები მიზეზებიც არსებობს ამისათვის. მე არ მინდა შევაჩეროთ დღეს ყურადღება მუსლიმთა სამმართველოზე, მე მინდა უბრალოდ იმ გადაწყვეტილებებზე და მის სათავეში ვინც დგას და ზოგადად ავტორი ვინც არის ამ თემის. ეს არის რელიგიის სახელმწიფო სააგენტო და მისი ხელმძღვანელი, არაერთი მსგავსი დამოკიდებულება მას მუსლიმების მიმართ გამოუჩენია, არასწორი ქმედებები და მე ვფიქრობ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ის ასრულებს დომინანტი რელიგიის ამ შემთხვევაში ბრძანებებს და თქვენ ახსენეთ, რომ 2014 წლამდე არავის არ უთქვია, რომ აქ რაღაც ეკლესიის ქვებით არის აშენებული, ეს იყო მანამდე მეჩეთი და მას შემდეგ თითქოს შეიქმნა პრობლემა, რომ ეს აღარ არის მეჩეთი, ან სხვა რაღაც ქვებით არის აგებული. მე მინდა მაყურებლისთვისაც რომ განმარტოთ, კომისიას არ შეუსწავლია ეს საკითხი. თქვენზე თვითონ შეისწავლა კომისია იმ თავით როგორც კი დაფუძნდა, მაშინვე მქონდა მე განცხადებაც და მაშინვეც ვიცოდი, რომ
პრაქტიკულად კომისია შეიქმნა არა იმიტომ რომ რაიმე მოგვარებული იყო, არამედ იმიტომ რომ პრაქტიკულად დროის გახანძლივობა მომხდარიყო. და ეს პრაქტიკულად 2 წელი გავიდა. 2 წლის შიგნით აღმოჩნდა რომ პრაქტიკულად ის რასაც ვარაუდობდით და რაზეც ქონდა მსჯელობა, აღმოჩნდა რომ მართალია, არავინ დაინტერესებულა, რა თუ შესწავლაზე და რაღაც არავინ დაინტერესებულა იმისთვის რომ რა ქვებით არის აგებული ზოგადად და აბსოლუტურად არ არის არც ერთი გადაწყვეტილება კომისიისა, ეგრეთ წოდებული კომისიისა სამწუხაროდ ცნობილი თუ რას აკეთებდნენ 2 წლის განმავლობაში. ის რომ ბოლოს რაღაც ითქვა, მე ვფიქრობ ეს არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ ემყარება და შესაბამისად ფაქტი ის რომ პრაქტიკულად 2014 წელს დაუბრუნდა იგივე ეს მდგომარეობა, დღესაც ჩანს, მაგრამ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა უთხრათ ხელისუფალს, ვისაც აწვდიან სწორედ ამ ინფორმაციას, რომ რა მდგომარეობაცაა, უნდა ნახოს ეს თოვლში, ეს ბაბუები, ეს ადამიანები როგორ ლოცულობენ აქ თოვლში, თითქოს რაღაცის მოგვარებას რომ მეჩეთი უნდა აუშენონ ახალი, არსებული მეჩეთს არ იძლევიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, კულტურულ ღირებულებას, ის სულიერ ღირებულებას მუსლიმებისთვის. თქვენ ხოთაშორის ამ განცხადებაში ისიც იყო, რომ აი ამ შენობას მეჩეთს მიეცემა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. იცით რა, მსგავსი რამ, იქ არის ასეთი სტატუსი სადაო კულტურული მემკვიდრეობის რამ, აბსოლუტურად აბსურდი, რომელსაც პრაქტიკულად ვერ დათანხმდება მუსლიმი თემი და მე მინდა გითხრათ რომ აქ სხვა მომენტიც არის. აქ ჩვენ მუსლიმ თემს არ გვაქვს ის ფუფუნება რომ ჩვენს ქვეყანაში ვარი ვთქვათ ისეთ დემოკრატიულ განვითარებაზე, რომელსაც თითქოს ადგას ჩვენი ქვეყანა და პრეცედენტი დაუშვათ იმისა, რომ რომელიმე რელიგიური წარმომავლობის კულტურული ძეგლი ამ შემთხვევაში რაღაც აბსურდული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ან ვინმეს გადაეცას ან განადგურებს და ასე შემდეგ. ეს ალბათ რიგით მეორე რიცხოვნად მეორე რელიგიის წარმომადგენლები თუ ჩვენ დაუშვებთ იმ პრეცედენტს, რაც ჩანაფიქრი და განზრახვა აქვს რელიგიის საკითხის აგენტოს ხელმძღვანელს, მე ვფიქრობ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. აი სწორედ აქ არა მარტო მუსლიმი მრევლი საკუთარ ღმერთთან ლოცულობს, არამედ საქართველოს მომავალზეც ფიქრობს, ამ ლოცვით საქართველოს მომავალს უყრის ფაქტიურად მომავალ განვითარებას, მომავალ დემოკრატიულ განვითარებას უყრის საფუძველს და მე ვფიქრობ დასაფასებელი არის ამ ხრივაც და მაქსიმალურად ეს გასატანი არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ვალიც არის. მე ვფიქრობ რომ არა მარტო ასეთი მდგომარეობაში ყოფნის, სხვა მდგომარეობაში მსგავსი თემებზე ხმამაღლა და ღიად თქვას დააფიქსიროს თავისი აზრი და შესაბამისად ხელისუფალმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა, გაგიბრუნდებით. ბატონო ჯემალ, ჩვენ გქონდა ჩემ პირველი ჯამბულ უკაცრავად, ჩვენ ჩავწერეთ პირველი გადაცემა ჩავწერეთ ჭელის მეჩეთში, სადაც რამდენიმე წლის წინ მინარეთი მოხერხეს და წაიღეს. დღეს დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით. მეჩეთს მოარღვიეს სახურავი, თუმცა მაშინაც წყალი ჩადიოდა. 6 წლის წინ ვიყავი პირველად აქ. რას ფიქრობთ აი ამ ყველაფერზე? თქვენ ახლა ილოცეთ ღიაცის ქვეშ, თოვლში, ტემპერატურა მინუს გრადუსი. მივესალმებით თქვენს მაყურებელს პირველ რიგში. დღეს მე არ მქონდა მორალური უფლება რომ საათში მჯდარიყავი და შორიდან მეცქი რამ ყოლაფრისათვის რაც ხდება დღეს მოხეში. მე შეუერთი მოხელების აბსოლუტურად მშვიდობიან აქციას, რომლებსაც გამოხატავენ მშვიდობიანად, აპროტესტებენ ამ ყოლაფრს და მიმართავენ სახელმწიფოს რომ მიაძვრონ მათი ხმა იმისა რომ ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ეს ისტორიული მემკვიდრეობა, ეს ისტორიული ქონება, რომელიც აი ასე გავერანებულია და გაუბედურებულია და საჯენებოებად და ბოსლებათაა ნაქცევი, აი ამაზე, აი ეს სათქმელი უთხრა ხმამაღლა მათ ჩვენს ხელისუფლებას. ესაა სწორედ აი ამ ხალხის სიმტკიცე, ის ნებისყოფა და ის სამშობლოსადმი სიყვარული, რომელსაც გამოხატავენ ისინი. მე რა თქმა უნდა, სოლიდარობას უცხადებ ამ ადამიანებს, მათ გვერდით ვუდგივარ და ის რაც ხდება, დღეს ეს სამარცხვინოა რა თქმა უნდა. ეს ყოველგვარ ჩარჩვებს ცილდება. ეს ადამიანები ღირსი არიან იმისა, რომ ის იდოცნონ ღირსეულად და შეასრულონ თავისი აღსარულობის მიხედვით მოვალეობა ნორმის ფარგლებში. დიდი მადლობა. ბატონო, მე გადმოვალ, მე მინდა თითოეული თქვენგანის აზრი მოვისმინო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ შეიძლება წარადგინეთ თქვენი თავი და
რა სათქმელი გაქვთ სახელმწიფოსთან, რა სათქმელი გაქვთ ქართულ საზოგადოებას? მინდა ორიოდე სიტყვით მოგესალმო რელიგიის შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი ხანია რელიგიის მძღოლი ვართ ჩვენ. სახელდობ ზედობნის ჯამის იმამი ჯემალ მიქელაძე. რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვინაიდან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსახლებული ადამიანები ვართ, ძალიან კარგი დამოკიდებულება გქონდა ჩვენ. იმიტომ რომ მე ვერ ვანსხვავებდი მუსლიმი იყო თუ არამუსლიმანი, ყველა მიყვარდა, ადამიანი ყველა გვიყვარს, ყველა ჩვენი შვილები არიან და ერთად ცხოვრობ დღეს. სამწუხაროდ მართლმადიდებელი მოსახლეობა, ქრისტიანული მოსახლეობას არ ჰქონდა სალოცავი ეკლესია, მოხეს არ გააჩნიოდა. გეიზდნენ ბავშვებმა, არ იციან რელიგია, არ იციან რწმენა და არ უნდათ მეჩეთი. აღარ უნდა მეჩეთი, იმიტომ რომ ბავშვი გეიზდა რამოდენიმე წელში ათეისტად გეიზდა, ურწმუნოდ გეიზდა ბავშვი და იმას აღარ უნდა რომ შენ მეჩეთი აღარ ახსოვს და აღარც მოხუცები უნდა, აღარც მეჩეთი უნდა და ჩვენ ასე არ გვინდა. მე ვთხოვ მთავრობას რომ ეს რელიგია, სამყარო, სულიერი სამყარო დიდმა ალლაჰმა გააჩინა, რომ ქრისტიანური სარწმუნოების არის ეკლესია, მაჰმადიანურისა მეჩეთი არის. ეს ორი სათაყვანო ღმერთის სასახლებია. სათაყვანო ღმერთის სასახლეა. ამას ვინც ხელ შეუშლის, მე ვამბობ რომ ვინც გამოიჩინა ბოროტობა და დაშალა და ის ხალხები დაიღუპნენ. აღიარე მე 40 წელიწადია რელიგიის განყოფილებაში მუშაობ და არ უმალავ ამ საკითხს. დაიღუპნენ შვილებო. ას რელიგიას ჩამოუშორდეს ჩვენ. ოღონდ რელიგია არის სათაყვანო ადგილი. ღმერთმა გააჩინა სულიერი სამყარო რომ თაყვანისცეს. ყველა სულიერი რაც გააჩინა ღმერთმა, ღმერთს საყვანს ცემს. პირუტყვით საყვანს ცემს გამჩენამ. ჩვენ რა გავხდით? მეზობლებო, ჩვენც ვიწამოთ ღმერთი, რომ დაგვიფაროს. ჩვენ გვახსოვს გასულ წლებში იაპონია რა იქნა? ბუნებრივი ტრაგედიამ გადალეცა ხალხი. ბუნებრივი ხელოვნურმა ტრაგედიამ დახოცა ხალხი. ჩვენ ასე ღმერთი სასახლეა და არაფერი დაგვემართოს, არ გევრიყოთ, არ დევხოცოთ ჩვენაც. გთხოვ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს. წრილი მივიღოთ, ღმერთზე თაყვანისცეთ, ღმერთო გადაგვარჩინე. მე ისე მეჩეთში არ შევთვალ რომ პარასკევ დღეს. მთავრობა და ეს საზოგადოება არ დემელოცოს და ღმერთს მადლობა გიმიგონა და ამდენი დაპირისპირებით ერთი ქათამიც არ მოვკდარა დღეს მესხეთი ჯავახეთი. მესხეთი ჯავახეთი არის დღეს მშვიდობიანი ადგილი და მშვიდობას მოიცავს და გთხოვ მთავრობას რომ ეს მშვიდობა ჩვენ ახალგაზრდებს შეუნარჩუნოთ. დიდი მადლობა. ბატონო, თუ შეიძლება თქვენი აზრიც რომ გითხრათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. უპირველესად მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩამობრძანდით და გაიზიარეთ ჩვენი ტკივილი. მე გახლავართ თეოლოგი ნოდარ დავითაძე, ისლამის თეოლოგი გახლავართ. დღეს ჩვენ ჩამოვედით ბათუმიდან მოხეში, რომ გაგვეზიარებინა ეს წუხარება და გულის ტკივილი, რაც აქვთ მოხელებს და მათ გვერდში დავდექით, რათა მათ მარტო არ ეგძნოთ თავი. რადგანაც ისინი დღეს მარტო არიან სამღვთო სამმართველოს მხრიდან მათ მიატოვეს ეს ხალხი, რადგანაც ეს ხალხი სხვა პოზიციაზე არიან, ისინი სულ სხვა გადაწყვეტილებებს ღებულობენ. რატო ხდება ასე? აი, რატო დათანხმდა სამღვთო სამმართველო, რომელიც იდეაში ყველა მუსლიმს უნდა წარმოადგენდეს, ხო? ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არის მართული სამმართველო თავის დროზე თვითონ საძირკვლებიდან არ არის სწორედ წამოსული, რადგანაც ის არ დაუფუძნებია თვითონ მუსლიმ მრევლს, მუსლიმ მრევლისთვის უცხო და გაურკვეველი წარმომავლობის ხალხმა დააფუძნა და შემდეგ უთხრა რომ აბა ბატონო მობრძანდით და დაიკავეთ სხვადასხვა თანამდებობები. რა სიტყვით იმ ქრისტიანების საპატრიარქოს პოზიციაზე რომ ეს შენობა შესაძლოა ეკლესიის ქვებით იყოს აშენებული? ამისთვის რას ვიტყვი და იყო ორწლიანი მცდელობა იმისა, რომ კომისიას უნდა დაედგინა.
და თუ რაიმე ხელშასაჭიდი იქნებოდა მე ღმათ დარწმუნებული ვარ რომ ისინი ამაზე უკან არ დაიხევდნენ და პირდაპირ გამოიტანდნენ შააშკარავზე რომ აი ეს დეტალი, ეს ნაწილი, ეს არგუმენტი ადასტურებს მის ეკლესიის ანუ მის წარსულს რომ ის იყო ეკლესია, ანუ ეს ქვები არის მოტანილი. თუმცა რომ არ იყო ასეთი არგუმენტი და ფაქტი, ამიტომ კომისიამ დაკარგა თავისი ფუნქცია და გადავიდა მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის. არადა კომისიის ფუნქცია ეგ სულაც არ ყოფილა. მოხეში მეჩეთი თუ არის ასაშენებელი, ეს უნდა გადაწყვიტოს ისევ მუსლიმმა მრევლმა. მუსლიმი მრევლი არ ითხოვს ახალ მეჩეთს, რის გამოც ეს მიუღებელია რა თქმა უნდა და არ არის მრევლის პოზიცია. ბატონო, მოდი თქვენი პოზიციაც მოვისმინოთ. თქვენ ახლა ლოცულობდით ღიაცის ქვეშ, პირველ რიგში წარადგინეთ თქვენი თავი და რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რა გზავნილი გაქვთ მთავრობასთან, სამუფრთო სამმართველოსთან და ქართულ საზოგადოებასთან? პირველ რიგში მოგესალმებით, მობრძანებული ხართ. შეგაწუხეთ, მოგესალმებით, კარგად ხართ. მე 65 წლის კაცი ვარ და ამ ქვეყანაზე ვეძებ სიმართლეს და ვერ ვპოულობ. მე მუსლიმად დაბადებული კაცი ვარ და მუსლიმად მოვკვდები. მე ამ მეჩეთს ვინ გადასცემს, ვის გადასცემე, რას გადასცემე, ვის იქნება ესენი ეს მე აზრი არ მაქვს. მე შევალ ამ მეჩეთში და ვილოცავ. იმიტომ ერთი სალოცავია ეს. და შევალ და პირდაპირ ვილოცავთ, მუსლიმი შევალ და ვილოცავთ ყველა. ამას ჩვენ არ დავთმოთ. ბოლოს სისხლის წვეთამდე. არ დავთმდა. თავს დავდებთ ახლა. პირობას ვდებთ ჩვენ მუსლიმი ხალხი, რომ თავს დავდებთ ამაზე და არ დავთმობთ. ჩვენ ეს გვინდა, ეს შენობა გვინდა. ეს არის მეჩეთი. არაფერი არ არის ეკლესიის, არაფერი არ ურევია ამას. რატომ ამბობენ მაშინ თქვენი აზრით? ამბობენ მათ სასარგებლოდ ამბობენ. და რატომ არ უნდან ჩვენი ეს მეჩეთი აქ ეხსნას და იმუშაოს. არ უნდან. ამიტომ ჩვენ ამას ვებსით. აი ეს გვინდა ჩვენ. არც ახალი მეჩეთი გვინდა ჩვენ და არაფერი არ გვინდა. ეს გვინდა გადმოგცენ მთავრობას, ჩვენი თხოვნა გადმოგცენ და შევდეთ და ვილოცოთ. მე შევთხოვთ, შევევედროთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ბედნიერი და იცხოვროს ხალხმა. დიდი მადლობა. თქვენი პოზიცია როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბატონმა თქვა და რასაც აქ ვსაუბრობთ? მოგესალმებით პირველ რიგში. ჩემი პოზიცია როგორია და ამ ხალხს თქვენ თვითონ ხედავთ ეგრეთ წოდებულ მეჩეთს, ეს ისეთი აშენებულია. აი ამის დაშლა არ შეიძლება ღმერთი დაგუყავს ჩვენ. ამიტომ იბძვის ეს ხალხი ამაზე თუ არა. ყველგან ილოცება, ხო ხედავთ თოვლში და ტალახშის ლოცულობები. მაგრამ ეს ისეთი ქვებით და ისეთი რამით არის აშენებული, რომ იძახიან, რომ ეს ეკლესიის ქვა. რა ადგილასაა ეს ეკლესია დაშლილი, ეს ერთი. აი ეს ხალხი ამიტომ არ ბრმავდება. სხვა რამეში შეიძლება ეს ხალხი დააბრმავო, მაგრამ ამ რწმენაში, ამ ვარიანტში ვერ დააბრმავებ. აი თქვენ თვითონ შეხედეთ. ერთი კედელი ჩამოიღეთ და ვინც გინდა ის ინჟინერი მოიყვანეთ, ეგრე ვერ ააშენებს. არ არსებულია. ის ადამიანი არც ქრისტიანია, არც მუსლიმანია, რომელმაც ეს რაღაცა ეკლესია იყო დაშალა და მეჩეთად გადააქცია. ეს არ მწამს ჩემ რწმენაში, მე ვარ 45 წლის კაცი, არც გამიგონია, არც არავის უსწავლებია და ხედავ, არ არსებულია ეგ, პროსტა იზახიან. ამიტომ ნუ გვაბრმავებენ. შეიძლება ბევრ რაღაცა მოგვატყუონ, მაგრამ ამას ვერავინ ვერ მოგვატყუებს, ვერ ჩაიდებს იმ რწმენაში, რომ ეს ეკლესიიდან მოტანილია, დანომრილია სათითაოდ ერთი ცალი ხო არაკლია, ეს რომ დაშალო ამას ასე ვერ ააწყობ. ამიტომ ვითხოვთ ჩვენსას, შეიძლება რომ სხვაგან მეჩეთი აშენდეს და ილოცო, მაგრამ აგერ ყველა საზოგადოება და ამათ თქვა. ეს პრობლემა არის, ხო? კაცი იძახის 65 წლის კაცი, აგერ 80 წლის კაცია. მაგის მომსწრეა რომ ცხოვრობდა ისეთ სოფელში, იქიდანა ეს ქვა გამოზიდული. ერთი. გაიარეთ, აქ არსებობს მეჩეთები სხვადასხვა სოფლებში. სოფელ კლდეში, რომელიც მე ვიცი, რომ აქედან აიღოს ექსპერტმა, ისე კი არა ტყუილით, რომ აქედან არის ქვა ჩატანილი და იქ სათითაოდ არის გათლილი ადამიანების და დალაგებული.
ეკლესია თუ არის ამ ფორმით სადმე აშენებული, გვაჩვენეთ, კი ბატონო, დაგეთანხმებით. არ არსებულია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ და ახალი მეჩეთი კი გვინდა, მაგრამ ეს არის მეჩეთი. ღმერთმა თქვა, შენსას თუ არ დაიცავ, სხვა არავინ არ დაგიცავს. შენი ნალოცი, აი დღეს რო ჩვენ აქ ვილოცეთ ამ თოვლში, ამ ყინვაში, ღმერთი მაღლიდან იყურება. ამ წმენის ყველას უნდა ეშინოდეს, გინდა ქრისტიანი იყოს, ვინც გინდა ის, ვისაც წამს მე იმაზე ვსაუბრობ. უბრალოდ ეს რომ დაიშალოს. ეს რომ ასე უბრალოდ უმოქმედო დარჩეს. ჩვენ ლიჩნად მუსლიმნებს ღმერთი ჯერ ამ ქვეყანას არ გვაპატიებს, მერე იმ ქვეყანას არ გვაპატიებს იმას, რომ მე თქვენ ერთი რაღაცა მოგეცით, საცდელი რაღაცა მოგეცით. ომში არ გამიგზავნიხართ. არ მომიპირებია თქვენთვის ომი, არ დამიწერია რომ თქვენ იომეთ. ეს ერთი შენობა ვერ დაიცავით. ჩვენ უკვე მუსლიმნობის ფენებად დავყოფენ. ჩვენ არ გვინდა რომ დავიყოთ მუსლიმების ფენებად. მინდა რომ ვიყო 100, 1000 და 1000%-იანი მუსლიმანი და დავიცოთ ჩემი ლოცვა, ჩემი წმენა. დიდი მადლობა. იმას კი არ ვიძახი რომ ვინმეს ჩვენ ვებძვით აქ ტელევიზიით გამოდიან აქ ცხოვრები ქრისტიანები და ვთხოვ აი იმათ რომ მივიდე და ვთხოვ ჩემი საძმაკაცო სამეგობრო ხალხია. რომ მივიდე შეიძლება თქვან რომ პროვოკაციაზე არიან წამოგებული თუ არა, მეჩეთი კი არ უნდა თუ. ხალხო ეს არ დაიჯერო. პროვოკაციაზე ხარ წამოგებული აქ, ხა? რაზე მოდიხართ ამ ტალახში და რაზე ლოცვა? აქ პროვოკაციაზე არავინ არ არის. ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ? მე რას ვფიქრობ, იცი? ვერ გამოვირკვიეთ რა ის არის. 21 საუკუნეა კოსმოსში ირკვევა რაღაცებს. ეს რა ვერ გამოირკვიეთ, ვის ატყუებენ კაცო? ბმები ვარ თუ რა ვარ? 21 საუკუნეში თუ ეს ვერ გამოირკვიეს, რა შენობა არის, რა არის? მაშინ არაფერი არ ყოფილა და დაჩაგვრა უნდა ჩვენი და მაინც ჩაგრავენ და მეგარი, აბა რა უნდა ვთქვენ? მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა გუბზანებისთვის. მიგესალმები თქვენს მაყურებელს. ჩვენ მუსლიმი თემით მიახლოებით 2 თვის მანძილზე ვასრულებთ პარასკევის ლოცვას ამ ადგილას, სადაც ვიმყოფებით და ვთხოვთ ჩვენს ხელისუფალს სამართლიანად, მშვიდობიანად გადმოგცეს შენობა, რომელიც არის უპატრონოდ გავერნებული და გაუქმების გზაზეა დამდგარი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ ახალი შენობები არ გვჭირდება, იმიტომ რომ არის შენობა, რომელიც არის ფესვიანად, ფუნდამენტურად აგებული არის მეჩეთად და ვითხოვთ სამართლიანად, კანონიერად რომ გადმოგცენ და შევასრულოთ ჩვენი ლოცვა და შევასრულოთ ჩვენი რიტუალი. მადლობთ. ბატონო, რატომ თუ ყველა მიცის და ნამდვილად მეჩეთია, რატომ აქვთ ქრისტიან მოსახლეებს საპატრიარქოს პოზიცია, რომ ეს არის ტაძარი? თქვენი აზრით, რატომ დაიკავეს, რატომ გამოხატეს ეს პოზიცია მხოლოდ 2 წლის წინ და არა იქამდე, როცა ამ შენობას ანგრევდნენ? მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობას გეტყვით აქ მოგზაურობისათვის, შეწუხებისათვის ასეთ ამინჩი და ჩვენ მდგომარეობის, სოლიდარობის ნიშნა და ყოფნა სამწუთში და ცოტა მე უფრო იქით გავიწევი სანამ მაგ კითხვაზე პასუხს გაგცემდე და მინდა გავიხსენო ესეთი რამ ის რომ საერთოდ ეს ტაძარი არ არის საუკუნეების წინ აგებული ეს მეჩეთი. ეს არის სულ რაღაც 80-90 წლის ისტორია აქვს ამას. მაშინ როდესაც ეს მეჩეთი შენდებოდა 1929 წელი, ან 28 არის სავარაუდოდ ამისი დაწყების თარიღი. ამ დროისათვის ამ ტერიტორიაზე საერთოდ არც ერთი ბოლო თურქული ლიანაჩარი გასული იყო 100 წლის წინ. ასე იგი 1800-ან 30-იან წლებში. საერთოდ აქ აღარ იყო ოსმალური, იყო მთლიანად მართლმადიდებლური სახელმწიფო. ეს იყო საქართველოს, ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი საქართველოს დროინდელი მშენებლობა. ამას კიდევ რომ თავი დავანებოთ, ამ დროისათვის იყო ის ალბეთითი რეჟიმი, რასაც საბჭოთა კავშირი ჰქვია და თავის ტირანით სტალინი. ამ დროისათვის ამ წლებში ყველაფერი იყო კოლექტივიზაცია. მოხდა სოფელში არსებული რესურსი გამოცხადა სახელმწიფოს ქონებად, თუ რამე იყო მამულები, მიწები, გლეხებს ჩამოერთვათ, პირუტყვი და გადაეცა და საკულტო ნაგებობები და ეს ხო ყველა დაიხურა და გადაეცა სახელმწიფოს
იმ დროისათვის, როდესაც რა ერთი ცალი კარტოფილისათვის ხალხს აციმბირებდნენ. ვინ მიცემდა მესხს იმის ფუფუნებას? ეს ფუფუნება არ იქნებოდა, მაგრამ სიტყვით ეს ან იმის საშუალებას, რომ ენგრია მონასტერი, ეზიდა და ეშინებია მეჩეთი. ეს ხომ აბსურდია. მოდი გავუყვეთ კიდევ ამის იქით. შემდგომ ამისა, როდესაც საუბედითი რეჟიმმა ეს მესხები გადაასახლა აქედან, რისთვის გადაასახლა? საერთოდ მოვიკითხოთ ეს. საბჭოთა კავშირის იდეოლოგია რა იყო? იდეოლოგია იყო, რომ მუსლიმების საბჭოთა კავშირში მოეყარა ყველაზე ისეთ ადგილას, სადაც იყო გაუსაზრდისი პირობები. მხოლოდ და მხოლოდ რატომ არ ვიცი ახლა მაგას ისტორიას შემორჩით მარტო საქართველოში აჭარელი მუსლიმები, რომ ქართველი აჭარელი მუსლიმები შემორჩით, გადაურჩით ამ რეპრესიებს. ნუ იქაც ძალიან დიდი დოზით გაიყვანეს, თუ არ ვცდები 57 წელს დაიწყეს მათი გადასახლება, ოჯახები გამოაცხადეს ხალხის წრებად. ამ დროისათვის ასეთ რაღაცის შემდეგ რომ აცხადებენ, რომ მონასტერი დასახლდა 1929-30-იან წლებში, ვის შექონდა იმის თავი, რომ მონასტერი ეშალა. მაგრამ ახლა დღეს რატომ არის? 2014-ში, როდესაც გადავედით მოქმედებაზე და მოთხოვნაზე და უკვე სამართლებრივად ჩიხში უნდა შესულიყვნენ, მონახეს იოლი გამოსავალი, ყველაზე იოლი, რომლის მტკიცება ჩვენ არ შეგვიძლია, ის თვითმხილველები აღარ არსებობდნენ და მიაკუთვნეს მონასტრის იმას. და ამის ახლა დღესდღეობით დამტკიცას არც ერთი პრობლემა არ არის, მაგრამ რომ ამტკიცო რა დაამტკიცო. ამისათვის გადადეს ის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ქრისტე ახლა იმას შეგეკითხები პასუხსო ქრისტიანებს აიყოლიეს. ერთ-ერთი ახლა ინტერვიუს დროს ამბობს, ჩვენ რაც ჩვენი მეუფე გვეტყვის ის არის. აქ ვიღაცები რომ იტყვიან ის არის. აქ ხალხის აზრი არ არის. იმიტომ რომ მე და ბევრი ერთად ვართ გაზრდილი, ბევრი კი არა, ერთი ბიჭი ქრისტიანი ვართ, მაგრამ ერთად გავიზარდეთ. სულ აქ რომ შემოვიდოდით, თვითონაც ეძახიდან მეჩეთში შევიდეთ. თვითონ. მაგრამ 2014-ში უცბად ეკლესიით აშენებული მეჩეთი აღმოჩნდა იმისათვის. ეს უკვე მათ უნდა გითხრათ. მე ამის პასუხს ვერ გაგცემ. მადლობა. ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? მოგესალმებით, დიდი მადლობა აქ მობრძანებისათვის უპირველესად. მე იმას ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მოდის ისევე სახელმწიფოსაგან. თავის ფუნქციას რომ ასრულებდეს სახელმწიფოც, მაღალი ინსტანციები თავის რომ იტყვიან დანიშნულებას რომ ასრულებდეს. ასეთი ექსცესები არ მოხდება, მაგრამ ჩვენ თითქმის უმცირესობად გვთვლიან ქართველ მუსლიმანებს. მით უმეტეს რომ სასირცხოდ საქართველოში ჩვენ ვართ ქართველი მუსლიმანები, მეორე კონფესიად აღიარებული საქართველოში. მით უმეტეს ერთი მიწის შვილები, ერთი ერის, ერთი სისხლის, ერთისა და ერთი ხორცის ადამიანები ვართ. ერთმანეთში ამას ისევე სახელმწიფო უშვებს ამას, რომ ერთმანეთში ასეთნაირი პროვოკაციები მიდის და ასეთნაირი. ეს პირველი არ არის და მეორე არ არის. ეს ბევრი მოხდა უკვე ჩვენ სამშობლოში, რომლის მიზეზიც არის ისევე სახელმწიფო რომ თავის ფუნქციას არ ასრულებს ჩვენ დამი საერთოდ და სხვა კონფესიის აგრეთვე. მარტო ჩვენ არა ვართ საქართველოში. კათოლიკები, სხვა მიმდინარეობები კიდევ რაც არის ქრისტიანობაში კიდე და სხვა ასე. კიდევ ერთ იმას დავადასტურებ და დადასტურებულია უკვე ისტორიულად დადასტურდა რომ რაც რომ დემოკრატიულ მართლობაზე გადავიდა ჩვენი სამშობლო, ჩვენ ამოვისუნთქეთ ვითომ მორწმუნეებმა საერთო მასშტაბით ყველა რანგისმა და ვნახეთ მართლაც თავისუფლება რომ იტყვიან. ბევრ ამბავში ვნახეთ და ვაღიარებთ ამასაც. რომ ადრე საბჭოეთის დროზე ჩვენ ვერ შევასრულებდით ასეთ რიტუალებს. იმიტომ რომ ათეისტური მართლობა იყო მაშინ, ათეისტური იდეოლოგია იყო იმ დიდი საბჭოეთისა, რომელიც დაშალა დიდმა ღმერთმა. ამიტომ თავის ფუნქციას რომ ასრულებდეს სახელმწიფო, სამართალი რომ იყოს სადმე და არსებობდეს რომ ჩვენ ქვეყანაში, ეს არ მოხდება ჩვენ ქვეყანაში. ვინც რომ ასეთ პროვოკაციებს აკეთებს, ისინი უნდა დასაჯოს კანონიერად ისევ სამართალმა. სამართალი ფაქტიურად არ არსებობს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენთან და ჩვენ იმედი გვაქვს კიდევ ქართველ მუსლიმანებს იმისა, რომ სახელმწიფო ინსტანციების
ის იუსტიციიდან დაწყებული თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი თავის ფუნქციას რომ შეასრულებს თავის დონეზეც რომ არ შეასრულოს და ცოტა დამახინჯებებიც რომ ქონდეს კიდევ თავისას მიაღწევს ეს მორწმუნეები გინდა ქრისტიანი იყოს ჩვენი მოწმეები გინდა სხვა ერის ხალხი იყოს და გვექნება ერთად ტოლერანტობას არ უწყობს ჩვენი სახელმწიფო ხელს ჩვენ სახელმწიფოში ტოლერანტობაზე თავს დებს ქართველი მუსლიმანები მე ამის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე იღებს როგორც ქართველი მუსლიმანები ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით ლოცვაზე და საერთო რელიგიურ რიტუალებზე პირიქით აქ გააკეთეს აქ ორი ეკლესია გაკეთდა უკვე ერთი ჭელაში ერთი მოხეში არავის ხელი არ შეუშლია და პირიქით უხარიათ ამ მორწმუნე ადამიანებს ამათი ენით ვიტყვით კიდევ რომ შევიდნენ და ილოცონ იმათაც და იმათაც წამდეთ ღმერთი და იმათაც თავისი რელიგიის მიხედვით ადიდონ დიდი ღმერთი და მისი სიბრძნე რომ იტყვიან და ამით გვექნება სიყვარული, ამით გვექნება ტოლერანტობას რომ ხელს უშლიან 21 საუკუნეში ამ დემოკრატიულ საწყისებზე აწყობილ ქვეყანას და ვინც რომ ამ საქმეებში ხელს უშლის რომ იტყვიან ამ ტოლერანტობის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ სამშობლოში ის ქვეყანა არასდროს არ დაწყნარდება რომ იტყვიან და შვიდობა არ გვექნება. შვიდობა რომ გქონდეს და სიყვარული გქონდეს, აბა გავიხედოთ საზღვარგარეთ რა ხდება. ყველა მიცის ტელევიზიის საშუალებით ყველა მოხუცმაც, გაუნათლებელმაც, განათლებულმაც მაპატიეთ, სადაც ტოლერანტობა არ არის, იქ ხდება ყველანაირი ექსცესები და ყველანაირი სიძულვილი და ყველანაირი რაღაცები ისეთი, რომელსაც გმობს რომ იტყვიან მთლიანად კაცობრიობა დღევანდელობაში. და ჩვენ მე ღმერთს შევთხოვ იმას რომ ღმერთმო მიეცი ის ძალა ის სიბრძნე ამ ჩვენ მთავრობას და მთავრობის წარმომადგენლებს რომ აღიარონ ეს ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები და დააწყნარონ ეს საზოგადოება ტოლერანტობას რომ ებრძვიან ეს ჩანს აქედან ამდენი ექსცესები რაც რომ ჩატარდა რომ იტყვიან და მოხდა ამ ქართველი მუსლიმანების წინააღმდეგ ეს უკვე იწვევს სიძულვილს ერთმანეთში და ეს სიძულვილი რომ აღმოფრან ამისათვის საჭიროა ვისაც სადაც უნდა იქილოცოს ომარ ხაიამის ნათქვამია ასე კაცი იყოს კაცური და სადაც გინდა იქილოცოსო მაგრამ ამას მარტო ტოლერანტი ადამიანები ვინც არიან ისინი აღიარებენ სხვები კი არა ფაქტიურად და ამას მოსდევს ეს ყველანაირი რომ იტყვიან და მე კიდევ ღმერთს კიდევ იმას შევთხოვ როგორც მორწმუნე ადამიანები რომ დიდო ღმერთო შენს ვედრებას ვაკეთებთ ჩვენ ყველა მუსლიმანი ქართველი და ყველა ქრისტიანის სახელითაც ვიტყვი რომ ღმერთო ისეთნაირი სახელმწიფო მართველები ჩამოგვიყალიბოს თანდათან რომ აღარ იყოს მიკერძუებულად ლაპარაკი აღარ იყოს არასამართლიანი ლაპარაკი მორწმუნე ადამიანებისადმი და მორწმუნე ადამიანებს რომ როცა ქომაგობას გაუწევს სამართალი საერო ქვეყანა მით უმეტეს სეკულარულ ქვეყანად ვართ აღიარებული გაეროთი დემოკრატიულ ქვეყანად ვართ იგენი არ ცხენენ ყველა ჩვენს დემოკრატიას ჩვენს კონსტიტუციას ჩვენს სამართლიანობას მით უმეტეს უძველეს ტოლერანტად ერად ვართ გამოცხადებული ქართველები მით უმეტეს ებრაელმა ერმა ჩვენთან იცხოვრა რომ იტყვიან 26 საუკუნე და დღეს კიდევ იერუსალიმიდან მოსტირიან ჩვენ სამშობლოს ჩვენს მეგობრობას ჩვენ ქართულ ტოლერანტობას მაგრამ დღევანდელი მართველები მაპატიე და ილია ჭავჭავაძის დიდი ჩვენი წინაპრის სახელს არ ცხვენენ დიდი აღამაშენებლის მეფის რომელსაც ერთნაირად ადიდებს ყველა ქართველის და არაქართველის არაბიც და სპარსიც თურქიც მაგრამ მარტო აღმაშენებლის სურათი აქვს აქვენ პარლამენტარებს აქვენ დიდი ინსტანციის ადამიანებს ყველა კაბინეტებში რომ იტყვიან მაგრამ იდეა რომელიც არის ნამდვილი ტოლერანტობა რომელსაც ისინი ის ჩვენი დიდი წინაპრები ექვთიმე თაყაიშვილი ივანე ჯავახიშვილი კიდე ესენი ყველა მივიწყებული აქვთ სახელადა აქვთ მარტო მაგათი ხსენების დროს ლაპარაკობენ მარტო და ფაქტიურად პრაქტიკულად მაგათ იდეებს ჩვენი მთავრობა აღარ მისდევს და თქვენ რას გვეტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გეტყვით თქვენ და ყველა იმ ჟურნალისტ მედიას არასამთავრობოს ვინც გვერდში გვიდგას ყველა გაჭირვების შამს დაწყებული მინარეთიდან და დამთავრებული ყველა გასაჭირში ჩვენ გვერდში დგას სიმართლის გვერდში დგას უფრო სწორად ჩვენც რა გვაქვს სათქმელი ყველაფერი თითქმის ითქვა არ ვიცი ახლა ძალიან სამწუხარო ფაქტებია მაგრამ
რამდენჯერმე გქონდა ჩვენ შეხვედრა ჩვენს წინამძღვრებთან, სამმართველო სამმართველოსთან და ვარწმუნებთ, რომ ეს 4 კედელი არ არის მარტო ჩვენი ლოცვის პრობლემის მოხსნა არ არის. მაგრამ ისინიც ვერ დავარწმუნეთ, ვერც ზაზა ვაშაყმაძე ვერ დავარწმუნეთ ამაში და კიდევ ვიძახიან, აცხადებენ, რომ ავაშენებთ სამლოცველოს და მოიხსნება ლოცვის პრობლემა. ლოცვის პრობლემა შეიძლება მოიხსნება, მაგრამ ლოცვის პრობლემის მოხსნა არ გვიჭირს დღესაც. 35 ოჯახია მოხეში, 35 სახლია, ნებისმიერი ოჯახი მზად არის გაათავისუფლოს ერთი სართული და ვილოცოთ ერთი პარასკევის ლოცვა. ეს არ არის პრობლემა, მოუხსნით ამ პრობლემას. წავალთ სხვა სოფელში და ვილოცოთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ეს არის უბრალო კედლები არ არის ესა, ჩვენ ასე მიგვაჩნია. რაც კიდე იმ ქვით იყოს აშენებული, არც ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თქვათ რომ იყოს ქვებით რამე აშენებული. ეს არის საქართველოში, ჩვენ ასე ვფიქრობთ, მოხიდან უნდა დავიწყოთ დემოკრატიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, ამისი დაბრუნება. ჩვენ თუ ამაზე დღეს ვიტყვით უარს, ამის დაბრუნებაზე და დავთანხმდებით სხვანაირ რამე ალტერნატივას. ჩვენ ფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ალტერნატივას დაეთანხმება, არის ადამიანი, რომელიც უშლის ქვეყნის განვითარებას ხელს. სამწუხაროდ დღეს არიან ქვეყანაში ისეთი ხალხი, ვინც ეცდება, რომ ეს გადადგმული ერთი ნაბიჯი გვაქვს უკვე ღმერთს მადლობა, ახლა 90-იანები ვისაც აქვს მოსწრილი, იქიდან დღემდე სხვაობას ალბათ ვხედავთ ყველა. ამ სიტყვის თავისუფლებასაც ვხედავთ, ყველაფერს ვხედავთ, მაგრამ ეს არის მეორე ნაბიჯი. მეორე ნაბიჯის გადასადგმელად ვართ ჩვენ ქართველი მუსლიმები მზად მოხეში დღეს. მზად ვართ ნებისმიერ გაჭირვებაში თუ ლხინში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგეთ, ოღონდ სრული თავისუფლება უნდა ვიგრძნოთ რწმენისა და ასევე გვინდა სრული თავისუფლება იგრძნოს ყველა მწამსის მიმდევარმა საქართველოში. ყველა ღირებულება ჰქონდეს, ყველა გრძნობდეს პირველ ხარისხოვნად და არ გრძნობდეს არავინ მეორე ხარისხოვნად. და დანარჩენი ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და არც არ უნდა ერეოდეს მწამსის ამბავში, მაგრამ დანარჩენი ქვეყნის აღმშენებლობაში, სიყვარულში, გვერდში დგომაში შევეჯიბროთ ერთმანეთს და გამოვუცხადოთ ერთმანეთს შეჯიბრება. ჩემი ეს არის თამას ბედიც. დიდი მადლობა ყველა სტუმრობისთვის და ბატონო ტარიელ გადაცემის დასასრულს მსურს კითხოთ, რა იმედს ხედავთ სამომავლოდ? მე მგონი არავის შეეჭვს აღარ იწვევს, რომ ქართველების ყოველი მე-10 ქართველი სულიერ ლიდერებს აკომპლექტებს, ირჩევს, ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო. ანუ სეკულარული სახელმწიფო ნიშნავს მუსლიმების სულიერ ლიდერებს და შესაბამისად ისინიც შემდეგ ნებისმიერ რამეზე აწერენ ხელს. აი ამ პრობლემის მოგვარება როგორ შეიძლება? მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში ის მუხტი და ის დამოკიდებულება, რომელიც მე დღეს აქ ვნახე, ეს არის ბიძგი იმისა, რომ ვიფიქრო ჩვენ მომავალი გვაქვს და ჩვენ ღმერთით მივაღწევთ ყველა იმ პროცესს, დემოკრატიულ პროცესს იმ აღმავლობის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჭირდება და ეს ლამაზი შენობა დაბრუნდება ღმერთით. ამაში მე დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი და ღმერთით ეს განხორციელდება. რაც შეეხება კითხვას, მინდა გითხრათ, რომ მუსლიმი თემი გარკვეულწილად თუნდაც ამ პროცესებმა გაზარდა. შეიძლება ეს პრობლემები უფრო ადრეც არსებობდა და რა თქმა უნდა არსებობდა, მაგრამ ღიად არ ფიქსირდებოდა და მე ვფიქრობ ეს გაღიავება ამ სიტუაციასაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს იმას, რომ ვთქვათ საქართველოში სეკულარული მიდგომა სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემის მიმართ გახდეს ხილული, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მუშაობთ, მუსლიმი თემის სხვადასხვა ორგანიზაციები, წარმომადგენლები და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად სახელმწიფომ დაინახოს, რომ უფრო მეტ პრობლემასთან ექნება შემდგომში საქმე, ვიდრე თქვათ თავისუფლად დატოვოს და იმ კანონში მოექცეს ზოგადად რაც საქართველოს კონსტიტუცია კარნახობს, ხო? აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე დროში ეს პრობლემაც აღმოიფხვრება, მუსლიმ თემს მიეცემა საშუალება საკუთარ წინამძღვარი მან თვითონ აირჩიოს და წარმოადგენოს მუსლიმი თემის სახელმწიფოში და მე ხშირად ვიტყვი, არა სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს მუსლიმ თემში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ სამწუხაროდ გუშინ ეს გამოჩნდა. მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, არაერთხელ მისაუბრია კიდევ, მაგრამ სხვანაირად გამოსწორებას ამ თემისას ვერ ვხედავ და მინდა თქვა და ზოგადად მოუწოდოს სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, რომ პირველ რიგში
გააუქმოს რელიგიის საკითხის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომა აქვს, აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები აქვს და ეს გამოჩნდა ბათუმში, ბათუმშიც მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თავისი ბერკეტები, რომელიც ფინანსურ საკითხებს ეხება და დაფინანსებით პრაქტიკულად მუსლიმ თემის ზოგიერთ წარმომადგენლებს ათქმევინა გვარი და ხელი მოაწერდნენ კიდევაც იმას, რომ მას არ სურდა მეჩეთი ბათუმში და სხვა რაღაც შენობა ნაგებობები მოითხოვეს, მაგრამ მუსლიმი თემი თავისთვის ორგანიზებული და პრინციპულობით მიაღწია იმას, რომ საბოლოოდ თქვა ის 12000 ხელმოწერით, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა უნდა დაიწყოს და შესაბამისად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სწორედ ზაზა ვაჟაყმანძეს ასეთი ქმედება, რომელმაც პრაქტიკულად და ალბათ ამისთვის შეიქმნა ეს ორგანო, რომ მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რელიგიურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მოგვიყვანა როგორც მაკონტროლებელი ორგანო და პრაქტიკულად ის ქმედებები, რომელიც განახორციელებინა ჩვენს წინამძღვრებსაც, არა რელიგიური მათ შორის, არა რელიგიური და მუსლიმი თემის ნების საწინააღმდეგო ქმედებები საკმაოდ დიდი ლომის წვლილი მიუძღვის ამ ადამიანს და ამ ორგანიზაციას. ამიტომ მე ვფიქრობ, უკვე დასაფიქრებელია ეს მომენტი, ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რაღაც შეფლიც უნდა გავიღოთ ამისათვის. შეფლი ის არის, რომ სწორედ დღევანდელი ლოცვა აქ თოვლში ესეც ერთ-ერთი მსხვერპლია იმისა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. ერთი რომ ღმერთის წინაშე დგები და აღიარებ ღმერთს და თქვათ მის ვალდებულებას ასრულებ და მეორედ ერთობლივად შენ ასრულებ ქვეყნის სიყვარულის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ხარ ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ესეც ერთ-ერთი მსხვერპლია. დღეს შეიძლება რამდენიმე ადამიანი აქ დაავადდეს კიდევაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება და სწორედ ეს შემართება არის მოხელების და მე მინდა რომ საამაყო ადამიანები არიან მოხელები ვთქვა, მე მინდა რომ მოხელები არიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი განვითარების საძირკველში და მე მინდა რომ ეს მხოლოდ საძირკვლად არ დარჩეს და მინდა ამას მიბაძოს საქართველოს სხვა მოქალაქეებმაც და შესაბამისად მოხელებს დღეს გასაჭირი აქვთ საქართველოს დემოკრატიას დღეს გასაჭირი აქვს და ვფიქრობ რომ ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა, აქ არ არის მეჩეთი მხოლოდ აქ არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხი და შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას შეკრებილთ. მე არ ვიცი, რით დავასრულო გადაცემა. თქვენ ნახეთ უკვე კადრები, რომ ქართველები ლოცულობენ თოვლში და მე ვნახე აქ თოვლი, რომელიც ქართველმა მუსლიმებმა მუხლებით გაადნეს. ეს ამის შემდეგ მე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.